ჰუდეიბიეს სამშვიდობო ხელშეკრულების შემდეგ განვითარებული მოვლენები. ალლაჰის შუამავალი სალალლაჰუ ალეიჰი ვასალამი თავისი ამალითურთ კიდევ 3 დღე დარჩა ჰუდეიბიაში და შემდეგ ისევ მედინასკენ აიღო გეზი. ეს მოგზაურობა სულ 20 დღე გაგრძელდა. მუსლიმები იმის გამო, რომ მექაში ვერ შევიდნენ, ძალიან დამწუხრებულნი იყვნენ. ისინი მედინაში ჯერ კიდევ არ იყვნენ მისული, როცა შუამავალს სურა ფეთიჰი მოევლინა. მოწყალე და მწყალობელი ალლაჰის სახელით. უეჭველად ჩვენ გიბოძეთ შენ ცხადი გამარჯვება. მოგიტევოს ალლაჰმა შენი ცოდვები, როგორც წარსულის, ასე მომავლის. რომ სრულად მოიღოს თავისი წყალობა შენზე და დაგადგინოს ჭეშმარიტ გზაზე და რომ შეგეწიოს შენ ალლაჰმა უძლიერესი შეწევნით. იგია, რომელმაც ზეგარდ მოავლინა სიმშვიდე მორწმუნეთა გულებში, რათა განემტკიცებინა მათი რწმენა. ალლაჰს ეკუთვნის ლაშქარნიცათა დაქვეყნის. ალლაჰი ყოვლისმცოდნეა, ბრძენია. სურა ფეთჰის მიხედვით ჰუდეიბიეს სამშვიდობო შეთანხმება მრავალი ახალი გამარჯვების დასაწყისი იყო და ამასთანავე ეს სურა კიდევ ერთხელ ადასტურებდა, რომ ეს შეთანხმება უზენაესი ალლაჰის წინაშე დიდ წარმატებად ითვლებოდა. ჰუდეიბიეს შეთანხმება მუსლიმებს გამარჯვების კარები გაუხსნა. ჰეიბერისა და მექას გათავისუფლება სწორედაც რომ ჰუდეიბიეს სამშვიდობო შეთანხმების შემდეგ მოხდა და უფრო მეტიც. შუამავლის გარდაცვალების დროს ისლამი მთელ არაბეთის ნახევარკუნძულზე იყო გავრცელებული. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ჰუდეიბიეს სამშვიდობო შეთანხმებამდე მექელ ყურეიშესა და მედინელ მუსლიმებს შორის არანაირი ურთიერთობა არ იყო. მაგრამ ამ შეთანხმების შემდეგ მექელებმა და მუსლიმებმა დაიწყეს ურთიერთობა, როგორც სავაჭრო სფეროში, ასე სხვა სფეროებშიც. შუამავალი უკვე თავისუფლად ქადაგებდა ისლამს. ყურეიშებმაც თავიანთი სავაჭრო საქმიანობა კიდევ უფრო გააფართოვეს. ამ სამშვიდობო ხელშეკრულების დადებიდან მექას გათავისუფლებამდე, ანუ 2 წელიწადში რამოდენიმეჯერ მეტი ადამიანი შევიდა ისლამის რიგებში, ვიდრე მანამდე, მთელი 19 წლის განმავლობაში. შუამავალი ამ სამშვიდობო შეთანხმების პირობებს ზედმიწევნით იცავდა. შეთანხმების დადების შემდეგ, როცა შუამავალი მედინაში დაბრუნდა, რამოდენიმე მექელმა ქალმა ისლამი აღიარა. მექადან გამოიქცა და მედინაში თავშესაფარი მოითხოვა. ალლაჰის შუამავალმა სალალლაჰუ ალეიჰი ვასალამმა ისინი შეიფარა და უკან არ გააბრუნა, რადგან სამშვიდობო შეთანხმებაში შეტანილი პირობა მხოლოდ მამაკაცებს ეხებოდათ. ამიტომ გამუსლიმებული ქალების უკან მექელებზე გადაცემის ვალდებულება არ არსებობდა. ამ ქალბატონების უკან გადაცემას ყურანშიც კრძალავდა. მოწყალე და მწყალობელი ალლაჰის სახელით. ჰეი თქვენ, რომელთაც ირწმუნეთ, როცა მოვლნენ თქვენთან მორწმუნე გადმოსახლებული ქალები, მაშინ გამოსცადეთ ისინი. ალლაჰი უკეთ უწყის მათ რწმენას, ხოლო თუ დარწმუნდით, რომ მორწმუნენი არიან, მაშინ არ მიუბრუნოთ ისინი ურჯულოებს. გამუსლიმებულ მექელ ქალებს შორის იყო უმმულ კულსუმი, რომელიც ერთ-ერთი ყურეიში წარჩინებულის უქბე იბნი ები მოაითის ქალიშვილი იყო. მექელებმა მისი გადაცემა მოითხოვეს, მაგრამ შუამავალმა მათი ეს მოთხოვნა არ დააკმაყოფილა. ჰუდეიბიეს სამშვიდობო შეთანხმებაში იყო 2 მუხლი, რომლებიც მუსლიმებისთვის განსაკუთრებით მძიმე იყო. პირველი ის, რომ მუსლიმები მომავალ წლამდე მექას ვერ მოინახულებდნენ და მეორე, თუ რომელიმე მექელი მამაკაცი გამუსლიმდებოდა და მედინაში გაიქცეოდა, მუსლიმები ვალდებული იყვნენ ის უკან მექელებისთვის გადაეცათ. თუმცა სულ მოკლე ხანში ეს 2 მუხლი მუსლიმების სასარგებლოდ გადაიჭრა. მექაში დარჩენილი მუსლიმები მექადან ჩუმად იპარებოდნენ და მედინას აფარებდნენ თავს. მათ შორის იყო ებუ ბასირიც. ისიც ებუ ჯენდელის მსგავსად ფარულად გამუსლიმდა და მექადან მედინაში გაიქცა. მექელებმა 2 ჯარისკაცი გამოგზავნეს და ებუ ბასირის უკან გადაცემა მოითხოვეს. შუამავალი იძულებული იყო ებუ ჯენდელის მსგავსად ებუ ბასირიც მექელებისთვის გადაეცა. ებუ ბასირი არა მექაში, არამედ სიკვდილისკენ მიჰყავდათ. მისი გადარჩენა თითქმის შეუძლებელი იყო. ყურეიშებისგან მოსალოდნელი წამებისგან მას ვეღარავინ დაიცავდა. მხოლოდ თვითონვე თუ იბრძოლებდა საკუთარი თავის გადასარჩენად. მექასკენ მიმავალმა ზილ ჰულეიფეში მიაღწიეს. აქ ებუ ბასირმა მცველებს შეებრძოლა. ერთი მოკლა, ხოლო მეორე გაიქცა.
გაქცეული მცველი ისევ მედინაში ჩავიდა და შუამავალთან იჩივე. ებუ ბასირმა თავი იმართლა. შუამავალო, თქვენ როგორც შეთანხმება ითხოვდა მათ ჩამაბარეთ. მე კი საკუთარი სიცოცხლე გადავირჩინე. შუამავალმა მას აუხსნა, რომ მედინაში მაინც ვერ გაჩერდებოდა და უბრძანა, სადაც სურდა იქ წასულიყო. ებუ ბასირი დილემდის წინაშე აღმოჩნდა. ის მედინაში ვერ დარჩებოდა. ბუნებრივია, ვერც მექაში წავიდოდა. საით წასულიყო არ იცოდა. ბევრი იფიქრა და ზღვის პირას ერთი ადგილი შეარჩია, სადაც დაბანაკდა. ეს ადგილი მექასა და შამს შორის გზაზე მდებარეობდა. ყურეიშების სავაჭრო ქარავნები ამ გზაზე დადიოდნენ. მექაში მცხოვრებ მუსლიმებმა, რომლებიც ვერც მუსლიმობას ამჟღავნებდნენ და ვერც მედინაში მიდიოდნენ, ამ ადგილის შესახებ მალე გაიგეს და მათაც თითო-თითო იქ მიაშურეს. მალე ებუ ბასირის გარშემო საკმაოდ დიდი რაოდენობის მუსლიმთა ჯგუფი შეიკრიბა. ებუ ჯენდელიც გათავისუფლდა ტყვეობიდან და ისიც ებუ ბასირის ხალხს შეუერთდა. იმ დროს იქ შეხიზნული მუსლიმების რაოდენობა 300 კაცს აღწევდა. აქ დაბინავებული მუსლიმები ჰუდეიბიეს სამშვიდობო ხელშეკრულებისგან თავისუფალნი იყვნენ. შემდეგში მათ ის სავაჭრო გზაც ჩაკეტეს, სადაც მექელთა სავაჭრო ქარავნებს უნდა გაევლო. ყურეიშები ძალიან ღელავდნენ. მოხდა ის, რისიც ასე ძალიან ეშინოდათ. მათ მიხვდნენ, რომ ზეწოლით სინდისის დამორჩილება შეუძლებელი იყო. ებუ სუფიანმა მაშინვე ელჩი გაგზავნა შუამავალთან და თან წერილი გაატანა. ებუ სუფიანი შუამავალს სთხოვდა შამის გზაზე დაბანაკებული მუსლიმები მედინაში მიეღო და შეთანხმებაშიც ის პუნქტი გაეუქმებინა, რომელიც ამ ქმედებას კრძალავდა. არადა ჰუდეიბიეს სამშვიდობო ხელშეკრულების მომზადებისას ეს პუნქტი ყურეიშების დაჟინებული მოთხოვნით ჩაიწერა. ახლა კი ისევ მათი თხოვნით უნდა გაეუქმებინათ. შუამავალმა ებუ ბასირი და მისი მეგობრები მედინაში მიიწვია. სამწუხაროდ, ებუ ბასირი ამ დროს სასიკვდილო სარეცელზე იწვა. შუამავლის წერილი რომ მიუტანეს, ებუ ბასირი სიხარულით აღივსო. წერილი სახეზე და თვალებზე მოისვა და ასე გარდაიცვალა. მისი ადგილი ებუ ჯენდელმა დაიკავა. ებუ ბასირი იქვე დაასაფლავეს. შემდეგ კი ებუ ჯენდელმა ყველანი შეკრიბა და მედინაში წაიყვანა. შამის სავაჭრო გზა მექელებისთვის ისევ გაიხსნა და ამასთანავე ორივე მხარისთვის რწმენის თავისუფლება დამყარა.